მემარცხენე პოლიტიკოსები და აქ გულისხმობ ევროპის სახალხო პარტიასაც ერთად სხედან ტიტანიკის ბორტზე და გულმხურვალედ მიიწევენ პოლიტიკური აისბერგისკენ. ისინი მთელ ჩვენს კონტინენტს უფსკრულში მიაქანებენ თავიანთი უგუნური პოლიტიკით და პარალელურად დაკავებულები არიან ცისარტყელას აღლუმების მოწყობით. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ მიემგზავრებიან 70-100 ევროპარლამენტარი ბუდაპეშტში LGBT აღლუმის მხარდასაჭერად, როგორ ახდენთ ყველა პროპაგანდის მობილიზებას. დანიელ ფროიდიდან დაწყებული პიტერ მაგიარის ჩათვლით. ეს უკანასკნელი სრულიად ხელოვნური გამოგონილი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ახლა ბრიუსელის ფავორიტი გახდა უნგრეთში. აღლუმზე ევროპელი პოლიტიკოსები სიტყვით გამოვლენ და ტყავებში შემოსილ მაღალ ქუსლებზე მდგარ მამაკაცებთან ერთად იმაზე ისაუბრებენ, თუ რა დიდებული ღირებულებები გვაქვს ევროკავშირში. ის, რასაც მემარცხენეები აკეთებენ, სრულიად მცდარია პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არც თავისუფლებას და არც სიყვარულს ეხება. ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აგრესიული დემონსტრირება, რომელიც არავის აინტერესებს. არავის აინტერესებს თქვენი სექსუალური ორიენტაცია, არავის აინტერესებს თქვენი ვულგარული ჩაცმის სტილი. ეს ხელოვნურად გამოგონილი დღესასწაულია. ვიქტორ ორბანი მართალია, როდესაც ბავშვებს ამ ყველაფრისგან იცავს, რადგან ოჯახი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ნებისმიერ საზოგადოებაში. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.